ბატონო ნიკა, აქ სხვადასხვა პოზიციები გაჟღერდა დღეს და ძალიან საინტერესო იყო ერთი განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება არ წამოვა დათმობაზე და პროპორციული წესით არ გაიმართება არჩევნები, მაჟორიტარული სისტემით მოხდება ოპოზიციის გაერთიანება. წარმოგიდგენიათ თუ არა, რომ გაერთიანდეს ოპოზიციური ძალები, ანუ არის თუ არა შესაძლებელი, რომ გააერთიანოთ ოპოზიციონერმა პარტიებმა ძალები და ერთობლივი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი არჩევნებში? არა, მე ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ აქ იყო ასთა სხვადასხვაობა, ტაქტიკურ მოსაზრებასთან დაკავშირებით, თორემ სტრატეგიაზე თანხდებით და ვართ ერთსულოვნები და უპრეცედენტო ერთობა იყო, ხო? ეხლა სხვადასხვა ასე თქვა გემოვნების პოლიტიკური ლიდერები, პარტიების წარმომადგენლები, სხვადასხვა მეტიც საგარეო პოლიტიკური კურსის მოწფეალე პოლიტიკური ლიდერები, რომელთა შორის ასე თქვა დიდი სიყვარული არც იყო, ხო? რბილად რომ თქვა ესეც და მე ვფიქრობ დღეს ამუშავდა, ამოქმედდა ფორმულა ყველა მინუს 1. ყველა არის, ყველა პოლიტიკური პარტია უკლებლივ და ის ერთი ადამიანი არის ბიზნე ივანიშვილი, მაგრამ ამ ყველა პოლიტიკურ პარტიას ზოგს უმაგრებს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ხო? ეხლა მე სანამ თქვენ ჩაგერთვებოდით, ეხლა გავიგერო ბატონი კობახიძე გამოუყვანიათ, ხო? რომელსაც სხვა არაფერი არ დარჩენია და საუბრობს რას, რომ თითქოს თავიდან დავაინიცირებთო ამ ინიციატივას ახლა და რას გეუბნებია, რომ მომდენო რამდენიმე თვე ეხლა წამოიწყებენ ამ პროცედურებს და ჩვენ უნდა ვენდოთ ამ უტიფრობის ასე ვთქვათ პერსონიფიკაციებს ადამიანებმა, რომლებაც იკადრეს დღეს ის რაც იკადრეს, მე ეხლა იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ 2012 წელს როდესაც მოვიდნენ ესენი ხელისუფლებაში, საუბრობდნენ, რომ 2016-ში ჩატარდებოდა ჯერ კიდევ პროპორციული წესით არჩევნები და 2016-ში არ ჩატარდა იცით, მე 20-ში უნდა ჩატარებულო, 20-ში არ ჩავატარებთო და 24-ში ჩავატარებთო, 24-ში კარგიო, მაგრამ 20-ში შუდიაო და მე მოუწიათ ხო იმის გაკეთება. ისი გაკეთებას მოუწიათ, ანუ დანაპირების გაცემა საზოგადოებისთვის და ესეც კი მოპარეს ეხა საზოგადოებას და აქ უკან ქართული ოცნება რომ თქვენი მოთხოვნები იყო და გეგმა როგორი არის? კობახიძე რა სიტყვის ბიზნე ივანიშვილი ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. მათ უნდა ყური უდო საზოგადოებას დღეიდან, ამიერიდან, ძალიან ყურადღებით. და თლიანად ეს პროცესი წარიმართება საზოგადოების დიქტატის ქვეშ. დიახაც არ ხუმრობ, რა თქმა უნდა, ვარ აბსოლუტურად შვიდი, ვინაიდან ხედავ თვალნათელ ხელშესახებად ფინიში და ეს ფინიში არის მარცხი ივანიშვილის. ივანიშვილის ნაცვლად ადგილზე რომ ყოფილიყო სხვა, იმის მარცხზე იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაცა ზღვარი არსებობს ყველა ურთიერთობაში, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, არ ვიცი, სამეცნიერო შემოქმედებით, ნებისმიერ ასე ვთქვათ ურთიერთობაში რაღაცა ზღვარი, ხო? პირობა, რომელიც ესე ღიად საჯაროდ არის დეკლარირებული და ვითომაც არაფერი უკან წაიღებ, ხო? ეხლა ამას ვინ შეგარჩენ შენ? სუვერენული ქართველი ერი არ შეარჩენს ამას ბიძინა ივანიშვილს და მეტიც დაიბრუნებს ხალხი პარლამენტს, დაიბრუნებს ხალხი პარლამენტს და პარლამენტის მეშვეობით მე დაიბრუნებს თავის ქვეყანას ამაში ეჭვი არ მეპარება და არც ბიძინა ივანიშვილს მეპარებოდეს. ძალიანაც კარგად რომ იცის, რომ ამაში ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, იმიტომ გააკეთა ის უტიფრობა დღეს რაც გააკეთა, იმიტომ რომ ნუ უბრალოდ სხვა გზა არ აქვს რა და წავიდა უკადრებელზე. მაგრამ მახსენდება ხა ადამიანი, რომელიც არ ვიცი, ხა არის ყველაფრის მკადრებელი და შესაძლებელია, არ ვიცი, პარტნიორს მოპაროს რაღაცა და წავიდეს და ლომბარდში ჩააბაროს, ვინაიდან რაღაცა თავი გადაერჩინოს, რომელსაც უკვე ზნეობა აქვს დაკარგული და აი ესეთი რაღაცა იკადრა ამ ადამიანმა და ამ ადამიანს ეხა ქვია ქვეყნის მართველი და ემშვიდობება შვიდად, მაგრამ მტკიცედ და უხოყმანოდ იქნება ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი საზოგადოებასთან ერთად.